სიღნაღმა შემოდგომის ფესტივალს უმასპინძლა. სიყვარულის ქალაქში მთავარ ღონისძიებაზე მოწყობილი იყო თემატური პავილიონები, გასტრონომიული კუთხეები, ადგილზე მზადდებოდა კახური ტრადიციული კერძები და შემოდგომის მთავარი ნუგბარი თათარა. მეღვინეებს წარმოდგენილი ჰქონდათ საუკეთესო ღვინოები და დეგუსტაცია ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები, ასევე სპორტული ღონისძიებები. ფესტივალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შალვა პაპუაშვილი მეწარმეებს შეხვდა და ქალაქ სიღნაღის მეციხოვნე დააჯილდოვა. ასევე დასახელდნენ საპატიო სიღნაღელებიც. ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. ქალაქ სიღნაღში აღნიშნავთ სიღნაღის შემოდგომის ფესტივალს. აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტმა გასულ წლებში უკვე დააფუძნეთ კინოს და თეატრის საერთაშორისო ფესტივალი. წელს პირველად ჩაეყარა საფუძველი და ტარდება სიღნაღის შემოდგომის ფესტივალი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფესტივალის მიზანია ქალაქ სიღნაღში და სიღნაღის მუნიციპალიტეტში როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმზიდველობის ცენტრის პოპულარიზაცია და ასევე ხელს უწყობს კახეთს როგორც მეღვინეობა, მევენახეობის მხარის ღვინის პოპულარიზაციას. ჩვენ ვართ ვაინ კლასი, ვართ სიღნაღში, სიღნაღის შემოდგომის ფესტივალზე. მნიშვნელობა ამ ფესტივალისა ის არის, რომ პოპულარიზაცია ხდება მცირე თუ საშუალო მარნებისა და ეს არის ხელშეწყობა ჩვენი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ამ ფესტივალის ორგანიზატორებისთვის. ჩვენთვის ძალიან დამახსოვრებელი დღეა, ძალიან ძვირფასი დღეა, რამე თუ სიღნაღის საპატიო მოქალაქის წოდება ამ საუკუნოვანი ისტორიული ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ თითოეულ იმ ადამიანს, იმ გუნდს, რომელმაც მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, დიდი მადლობა გადაუხადო და ასევე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და თითოეულ დაჯილდოებულ ადამიანს მიულოცო ესეთი ძალიან ძვირფასი საჩუქარი, რასაც სიღნაღის საპატიო მოქალაქის სტატუსი ჰქვია. მთელი ცხოვრების მანძილზე ყველაზე დიდი ჯილდო ჩემს სიცოცხლეში აი ეს ჯილდო არის, რომელიც დღეს მე გადმომეცა. ეს ჯილდო ეკუთვნის მთელ სიღნაღს, მთელ ქიზიყელ ხალხს. ამ გალავანს, ციხის გალავანს 200 წლის წინ პატრონობდა და აღაშენა, გაამთელა, განავრცო და განადიდა ერეკლე მეფემ. 200 წლის მანძილზე ინგრეოდა, იშლებოდა, მაგრამ ქიზიყელმა ხალხმა იმძლავრა ეროვნულმა სულისკვეთებამ ააშენა, ეს სიძნელე დაძლია და ეს ერის კუთვნილება, ეს მომავალი თაობის კუთვნილება.